ერთიანი ეროვნული გამოცდა ფიზიკაში 2021 წლის პირველი ვარიანტი ამოცანა ნომერი 12. ნახატზე გამოსახული სისტემა წონასწორობაში არისო და ჩვენი მიზანია განსაზღვროთ ძელისა და მასზე მიმაგრებული ჭოჭონაქების საერთო მასა. თუ ტვირთის მასა m-ის ტოლი არის, ხოლო თოკის მასა და ჭოჭონაქების ხახუნი ღერძებთანაც შეგვიძლია ვუგულებებოთ. კარგით, ესე იგი, მოდით ამას გადმოვიტანთ ცოტა აქეთ მის ზემოთ თოწე. და შევხედოთ ამ სურათს რა გვაქვს ახლა აქ. ხო, ახლა მოდით ჯერ ჩავწეროთ პირველ რიგში რა ძალები მოქმედებს, ხო? ამ ჩვენს ჭოჭონაქთა სისტემაზე. ამ მასის სხეულზე ბუნებრივი მოქმედებს ქვემოთ მიმართული m-ჟე სიმძიმის ძალა, ხო? m-ჟე სიმძიმის ძალა, რომელიც გაწონასწორებული იქნება, ეს სისტემა წონასწორობაშია, ხო? გვეუბნებიან წონასწორობაშია. ეს ძალით იქნება გაწონასწორებული. ახლა თუ ტ-ძალა გვაქვს აქ, ნუ შესაბამისად თუ გავითვალისწინებთ ნიუტონის მესამე კანონს, ჭოჭონაქიც იმოქმედებს ამაზე აქ ტ-ძალით ასე. ახლა ეს თოკი ერთნაირია ყველგან, ხო? ამიტომ აქაც ანალოგიურად გვექნება ტ-ძალა, ესეც უპასუხებს ტ-ძალით და ნუ იგივე სიტუაციები გვაქვს აქეთაც ყველგან, ხო? და მოდი დავნიშნოთ ესენი. აქაც ტ-ძალა, აქაც ტ-ძალა. ასე ბატონო ჩემო. ნიშნოთ ყველა. ტ გვაქვს და აქაც ტ გვაქვს. ხო, კი ბატონო, ახლა ჩვენ გვაინტერესებს აი ამ ჭოჭონაქის, ამური ჭოჭონაქისა და თვითონ ამ ტვირთის მასა, ხო? ახლა მოდით ეს ტვირთის მასა და ცენტრი ავიღოთ აქ, რომელიც იმოქმედებს რაღაც mx-ჟ სიმძიმის ძალა, სადაც ეს mx-ი არის ამ ტვირთისა ამ ჭოჭონაქების ძალა და დავაკვირდეთ თვითონ აი ამ სისტემას. მოდით აი შევხედოთ, ნახეთ, აი ამ სისტემას დავაკვირდეთ, ხო? ეს mx-ჟ სიმძიმის ძალა, mx-ჟ სიმძიმის ძალა გაწონასწორებული არის 1 2 3 4 5 ტ დაჭიმულობის ძალით, ხო? 5 ტ-ს ტოლი ყოფილა. მაგრამ მეორე მხრივ, აი ამასაც თუ დავაკვირდებით, აი ამ ნაწილს. ეს m-ის ტვირთიც ხო გაწონასწორებული არის, წონასწორობაში არის. შესაბამისად, მეორე მხრივ, ტ უდრის m-ჟს. და ჩავსვათ ახლა ტ-ს მაგივრად აი m-ჟ, ჟ-ები შევკვეცება და გამოგვდის, რომ ეს ჩვენი საძიებელი mx მასა ტოლი ყოფილა 5m-ის. ასე ბატონო ჩემო, ასე გამოვიდა ეს ამბავი. პასუხი იქნება e.